დილამშვიდობიცა მეგობრებო, როგორ ხართ? მოდი მოიხელთებ დროს და უბრალოდ ვიხელთებ დროს. ხელთებ დროს. ვიხელთებ დროს და მოგიყვებით ახალ ამბებს თუ რა შეიძლება მოხდეს თამარ მეფის აკლდამის გახსნასთან დაკავშირებით. წეღან ვთამაშობდი როლს ფილმში, ერთ-ერთ ფილმში, ახალი ამბები თამარ მეფის სასახლიდან, უბრალოდ ამას ქვია სამეფო კარის თამაშები. მინდა გითხრათ რომ როლი მომცეს და მე ვთამაშობ თამარ მეფის როლს. ხო, და ასევე ვთამაშობ თამარ მეფის წარმომადგენელს იმაზე, ვისაც გააგზავნიდა ხოლმე თამარი. მოკლედ იმასაც თამარი ქვია და იმასაც, ორი როლი მომცეს, ერთმანეთს გვანან ძალიან ეს პირებები. თქვენ იხილეთ რა, წეღან ჩაწერები გქონდა, გადაღება გქონდა და გამოვეწყო. მეგობრებო, 2025 წლის 22 ოქტომბერს ნარიმანი გამობრძანდება. ნარიმან მეფე გამობრძანდება, მასთან შეიტანენ გზავნილს და ნარიმანის წარმომადგენლებმა არაბოზებმა, არამედ დანარჩენებმა მთხოვეს, რომ იქნებ მოხვიდე და გამოცხადდე კარზე მეფეო. და მე განუცხადე, რომ ვეცდები, რომ ყველანაირად ეს თქვენი თხოვნა შევასრულო. მე აუცილებლად გამოვცხადდები ნარიმან მეფის კარზე და აუცილებლად გავაცხადებ იმ საკითხს, უნდა გავხსნათ თუ არა თამარ მეფის აკლდამა. მინდა გითხრათ, რომ თამარ მეფის აკლდამის გახსნასთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟი ატყდა. უკვე დაახლოებით 80,000 ადამიანმა ნახა ეს საკითხი. და 80,000 ადამიანიდან გამომეხმაურა რამდენიმე და მათი ინტერესი არის, რომ თამარ მეფის აკლდამა გაიხსნას, თუმცა თამარ მეფის აკლდამის გახსნამდე აუცილებელი არის საპატრიარქოს გასუფთავება. უბრალოდ საპატრიარქო თუ არ გასუფთავდება, აუცილებელი არის ილია მეორის ნახვა, მაგრამ მინდა გითხრათ და მოგახსენოთ, რომ ილია მეორე არის უკვე კომაში, მეგობრებო. მასთან საუბარი ძალიან რთულია და ძალიან გართულდება აწი. აწი და აწი ის ვერც ხმას ამოიღებს და ვერც თვალებს გაახელს, თუმცა საქმე იმაშია, რომ მისი დატოვილი ანდერძი რამდენად ეთანხმება იმ საკითხს, რომ გარდაცვალებამდე, მის გარდაცვალებამდე ეს საკითხი განხორციელდეს. მის გარდაცვალებამდე დარჩა დაახლოებით ინტუიციურად გამომდინარე 2 თვე. მინდა გითხრათ, რომ აქედან გამომდინარე არსებობს მეორე მეფე, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო ილია მეორისგან მეფობა. ეს არის ნარიმან ბაგრატიონი და მოგეხსენებათ, რომ ნარიმან ბაგრატიონს აქვს მისი წარდგენის უფლება. და სწორედ ამ თემების ირგვლივ მინდა განვიხილო ნარიმან ბაგრატიონთან თამარ მეფის აკლდამის გახსნასთან დაკავშირებით. 22 ნოემბერს საკრალური ციფრია 22 ნოემბერს დიდი ენერგეტიკული სიხშირეების მატარებელი ციფრია. 4 შაბათითანაც მივბრძანდები ნარიმან მეფესთან და მე მას კითხვას დავუსვავ, გავხსნათ თუ არა თამარ მეფის აკლდამა. და თამარ მეფის აკლდამას თუ არ შეიძლება რომ გავხსნათ ახლა და ამ წამს, ახლა ამ წელს, უფრო სწორედ წამი გავს ერთმანეთზე სიტყვები და ცოტა შემეშალა. თუ ამ წელს ვერ მოხერხდება თამარ მეფის აკლდამის გახსნა, აუცილებლად მოხერხდება თამარ მეფის აკლდამის გახსნა 2026 წელს. 2026 წელს რომ მოხერხდება თამარ მეფის აკლდამის გახსნა, მეგობრებო, აქ დაიწყება ძალიან დიდი ცვლილებები, კატაკლიზმები, კატასტროფები, აღზევებები და დაღზევებები და მინდა გითხრათ, რომ საქართველოსთვის არაფერი ცუდი, ყველაფერი კარგი და თუ საქართველოს გარეთ იქნება ეს ამბები, აი ახლა იქ ჩვენ გვადარდე კიდე აქამდე საქართველოს არ აქცევდნენ ყურადღებას და რაც მოუვათ მათ ყველა მისი თავითა. ხო, ეხლა რაც შეეხება ჩემს ესეთ არტისტულ მონაცემებს, მეგობრებო, იმდენად ნიჭიერი ადამიანი დაამბადა ღმერთმა, რომ ასევე არტისტული მონაცემებით დამაჯილდოვა და არა მხოლოდ მეცნიერული, არა მხოლოდ ფილოსოფიური, არა მხოლოდ რელიგიური, არა მხოლოდ
სილამაზით, არამედ არტისტული მონაცემებით დამეჯილდოვა ღმერთთან და მინდა მოგახსენოთ მეგობრებო, 2004 წელს მე ვსწავლობდი შოთა რუსთაველის თეატრალურში კინოსა და ფილმის ეს არა ქვია, მოიცა სრული სახელი გავიხსენო. სრული სახელი არ მახსენდება, ის გავიდა უკვე 20 წელი, რამდენი წელი გავიდა ხალხო. მოიწონეთ. ჩემ. ავიღოთ ჩემი ქსივი. ჩემი მონაცემებით. ასე იგი, მეგობრებო, ეს არის ყველაფერი ის, რაც მე ვისწავლე და რაც მე შევისწავლე. 2004 წელი აკადემische Urlaub, არა, Studium an der Shota Rustaveli Theater und Filmstädtliche Universität Georgien. ასე რომ მეგობრებო, ქართულად რომ გადმოთარგმნოთ, ეს იქნება. შოთა რუსთაველის თეატრისა და ფილმის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. აი აქ ვსწავლობდი მეგობრებო 2002-2004 წელი. ეს იყო პანტომიმის ფაკულტეტზე ბატონ ამირან შარლიკაშვილთან მე ვიყავი ძალიან მოთხოვნადი მსახიობი. თუმცა მე ბატონი ამირან შარლიკაშვილი დავტოვე, რადგან იქ იყო ძალიან დიდი მტვერი და ეს ჩემმა ფილტვებმა ვერ აიტანა და გადავედი კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში. კახა ბაკურაძე იყო ერთ დროს ამირან შარლიკაშვილის მოსწავლე, ამირან შარლიკაშვილიდან გამოიყო კახა ბაკურაძე, იყო გერმანიაში რამდენიმე წელი, იქ მოღვაწეობდა, მე ჩამოვიდა საქართველოში, შექმნა თავისი დასი, მე საქართველოში რომ შექმნა თავისი დასი, მე მივედი იმასთან და მან მიიღო. აი ეს იყო ყველაფერი მეგობრებო. ეხლა რაც შეეხება შემდეგ 2004 წლიდან მე წავედი ოპერად წავედი გერმანიაში და ოპერად ისეთი ძალიან ძლიერი ვიყავი, რომ 2025 წელს უკვე გერმანიაში ჩავაბარე გამოცდები და იქ მიმიღეს. იმდენად ძლიერი ვიყავი, ძალიან ძლიერი ვიყავი. როდესაც ჩავაბარე 2005 წლიდან 2007 წლამდე მე ვსწავლობდი სტუდენტ კოლეჯში, ანუ დავამთავრებული მაქვს საერთაშორისო სკოლა და შემდეგ გავაგრძელე იოჰანეს გუტენბერგ უნივერსიტეტ მაინც მაგისტრზე აბშლუს. ასე იგი, მაგისტრზე გავაგრძელე ქრისტიანული არქეოლოგია და ბიზანტიურ ხელოვნებათმცოდნეობა, თეატრმცოდნეობა და პედაგოგიკა. მეგობრებო, ეხლა რა გავიგე, ბევრსაც აღარ მოგიყვებით, რატომ მოგეწინებათ. ხო. მე მესაუბრნენ ნარიმანის წარმომადგენლები და მითხრეს, რომ ძალიან კარგად გააკეთე ის, რაც გააკეთე, ჩვენ ამას ვერ ვიტყოდით, რაც არ უნდა მოგвდომებოდა, ჩვენ ვერ ვიტყოდით ამასო და მე ვუთხარი, რომ კიდევ კარგი რომ ესეთი რაღაც გავაკეთეთ, თორე მანამდე აი ეს სექსისტური მასა იქ იდგებოდა დიდი ხანი. კიდევ დიდი ხანი. მინდა გითხრათ, რომ მათ თავიანთი სახე გამჟღავნეს და მათი გამჟღავნებული სახე ახლა უკვე ფირებზე გადავიდა. დიახ, ფირებზე, Facebook-ის ფირებზე, დიახ. ხო, მეგობრებო, რა ვიცი, მე ძალიან გავერთე ამ ბოლო დროს რაღაცა ნოსტალგია მომაწვა. სამსახიობო კარიერა ხო არ შევადგინო, მეთქი ვფიქრობ. და ვითამაშებ რა თქმა უნდა თამარ მეფის როლს, აგერ უკვე მიმიწვიეს ჩემს სამეფო კარის თამაშებში, ჩემს ფილმზე მიმიწვიეს თავარ როლში თამარ მეფეთ და მის მეორე ხარისხოვან როლში მის გზავნილად. აი ესეთი როლი მივიღე უკვე მეგობრებო. აბა კითხვები ხომ არ გაქვთ? მე პირადად აიხლა სრული არტისტობის გარეშე პირადად გეუბნებით, რომ ასე გამოვთავრეთ. პირადად გეუბნებით, რომ ილია მეორე არის ძალიან ცუდ დღეში. ილია მეორეს ჩვენ მალე ვიხილავთ, უკვე ილია მეორის გასვენებაში მოგვიწევს წასვლა, მეგობრებო და აქედან გამომდინარე მე გეტყვით, რომ დაიწყება ძალიან დიდი ცვლილებები. პირდაპირ მნიშვნელობით იმ ხელად ცვლილებები დაიწყება, რომ აი სრული კატასტროფა იქნება სრულად საქართველოსთვის, დაირება ყველაფერი, როგორც საპატრიარქოში, ისე საპატრიარქოს გარეთ, ასევე ნარიმანის კარზე და ასევე ყველგან. მოხდება სრული გადარჩევა და სრული გადახარისხება, მეგობრებო. და აქედან გამომდინარე ეს ქაოსი, ხო? აი ეს ქაოსი უკვე
წინასწარ დაგეგმილი იყო ზეციდან, რომ თამარ მეფის აკლდამა გაჟღერებული იყო და თამარ მეფის აკლდამას რაღაცა კავშირი აქვს აი ამ ვითარებასთან. აუცილებელ შემთხვევაში ჩემი პირადი მოსაზრება არის, რომ თამარ მეფის აკლდამა გაიხსნება იმ ხალხის მიერ, რომელი ხალხიც დახარისხდება, ესე იგი, ზეციური ძალის წარმომადგენლები და ქვესკნელის ძალის წარმომადგენლები. თამარ, ჩვენც თუ გვათამაშებ, მარი ვეცდები გავითვალისწინო თქვენი თხოვნა. ეს ისეთი ფილმი არის, რომ მხოლოდ ერთკაციანი დასია, ერთი კაცი თამაშობს ამ ფილმში ყველა როლს, მაგრამ შესაძლებელია, რომ იქ რაღაცა როლი ჩავამატო ერთი და მოგიწვიო. კი, შესაძლებელია, კი. მაგას მოვახერხებ, მაგრამ ოღონდ სხვებმა აღარ თხოვოთ რა, ვერ მოვახერხებ. ფაქტიურად ფიზიკურად ვეღარ მოვახერხებ სხვა ადამიანების ჩასმას ამ ფილმში, იმიტომ რომ ეს ისეთი ფილმია თამარ მეფეს ეხება და თამარ მეფეს რაც ეხება უნდა იყოს აუცილებლად ძალიან სუფთა და ეხლა შევიჭერი ისე როლებში, ხო, გადავიდე თემიდან გადავუყვიო ალბათ უნდა თამარ. ხო, ეხლა რაც შეეხება იმას, რომ რა გავაკეთოთ ჩვენ თამარ მეფის აკლდამასთან დაკავშირებით, მე პირადად რაც მე ვალებოდა ის უკვე გავაკეთე, მაგრამ კიდევ დამამატეს როლებიც რაღაცა იქ შეცვლა მოხდა და ცვალებადობა მოხდა ზეცაში და ზეციდან ჩამოტვირთეს რაღაც ახალი დავალებები. ხო და ეს ახალი დავალებები მეგობრებო, იცით რა არის? ვიწო ჯერწყვილი უნდა მოვიწმინდო. ეს ახალი დავალებები არის ის, რომ დააკვირდით საქართველოს დიდების ხატს. საქართველოს დიდების ხატზე იქ მოცემულობაში არის უკვე ნიშნები, იქ სიმბოლოები, იქ ისენი და დააკვირდით კარგად, სად დგას თამარ მეფე. თამარ მეფის უკან ვინ დგას და დააკვირდით კარგად, ვინ დგას მარჯვნივ. აქეთ მხარეს, აქეთ მხარეს. ჩვენი პერსპექტივიდან მარჯვნივ, იმათი პერსპექტივიდან მარცხნივ. ხო? დააკვირდით კარგად, აქეთ დგას ვინ და ვინები. აქეთ ვინ დგას და ვინები. ესე იგი, წინა პლანზე ვინ დგას, ჯვარს, სვეტი ცხოველს ვინ შესწკერის და შემდეგ მის უკან ვინები დგანან. ამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ძალიან დიდი და თუ კი თქვენ ამას გაიგებთ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, საქართველოს დიდების ხატი, მაშინ თქვენ ამოიცნობთ მომავალს, მეგობრებო. მომავალი თქვენია, მომავალი თქვენს ხელშია, მომავალი თქვენს თავშია, მომავალი თქვენს ფიქრებშია, მომავალი არის ის, რასაც შექმნით თქვენ. დიახ, მომავალი არ არსებობს, თუ თქვენ არ შექმნით. არ არსებობს მომავალი, თქვენ ქმნით მომავალს. ისტორია არ იქმნება, ისტორიას ქმნიან. ვინ თქვა ეს? სადღაც მოვისმინე, ძალიან მომეწონა, ავიტაცე და დავიმახსოვრე ჩემს თავში. ხო, ეხლა რაც შეეხება მეგობრებო თამარ მეფის გამოცხადებას, ხო? თამარ მეფე მოთმინებით გველის. რა გველისო? თუ იცით ფრიდონ ნიჟარაძის ნახატებზე თამარ მეფის თავზე რატომ არის დიდი გველი სულ დახატული ან მხრებზე, ან ტანზე, სულ გველებშია თამარ მეფე, ან შუბლზე, ესენ წარბებზე. ეს იმას ნიშნავს, მეგობრებო, რომ თამარ მეფე გველის იქ ვიხილავთ თამარ მეფეს, იქ თითოეული ჩვენგანი. შენც, მეც, ისიც, ესეც და ასე შემდეგ. ერთადერთი ვინც ვეღარ იხილავს, ეს არის სამწუხაროდ, მეგობრებო, ძალიან ვწუხარ, რომ ეს არის ილია მეორე, ის ვეღარ იხილავს მას. ასე გადაწყვიტა ცხრათავიანმა დევმა. არ იმოქმედა დროულად, ზეციდან ჩართეს უკვე გეგმა, გათიშეს და სწორედ ეხლა
კიდე იმას ელოდებიან, თავისმა ხალხმა იქნებ დაინდოს ის მზეთ უნახავი და იქნებდა მისი სული მაინც ცხონდეს, თუ კი ის თამარ მეფის აკლამას ვერ იხილავს. შესაძლებელია, რომ მან დააბრუნონ ერთი დღით კიდე უკან ილია მეორე, მოიყვანონ გონს, ერთი დღით. და აი ამ გახსნის პროცესში შესაძლებელია, რომ მათ კიდევ ანახონ ისაკითხი, მაგრამ რაშიც ძალიან ეჭვი მეპარება, იმიტომ რომ მისი წარმომადგენლობა, ილია მეორის წარმომადგენლობა არ იღწვის ამისათვის, რომ რაიმე საკითხი ჯერ კიდევ მომაკვდავი კაცის სურვილი მაინც აასრულოს, მომაკვდავი კაცის ის სურვილები, რაც აი ამდენი წლის განმავლობაში ქონდა, ან არ ქონდა, მაინც აასრულოს. ასე რომ მე ძალიან მაინტერესებს პირადად ნარიმან მეფის აზრი თამარ მეფის აკლამასთან დაკავშირებით. კი სიტყვის ან არა სიტყვის. თამარ მეფის საკითხები უკვე წარმოჭრილა ნარიმანის კარზე. კი უკითხიათ, იქ სისამაიას ნაბოდვრიდან ბოზებს ეჭვი შეეპარათ თამარ მეფის გულწრფელ მეფობაში და იქ ნარიმანს კითხეს, როგორი მეფე იყო, თამარიო, კარგიო, თუ ცუდიო და აი ესეთი იყო, კარგი მეფე იყო ნარიმანს უთქვამს და მერე დაიჯერა ბოზმა წარმომადგენლობამ. ბოზმა წარმომადგენლობამ ეჭვი შეეპარა თამარში, კარგი იყო თუ ცუდია, თქვენ დებილებო თქვენ, ბოზებო თქვენ. თამარ მეფის კარგ მეფობაში როგორ უნდა შეგეპაროს ბიჭო ეჭვი 20 წელი იმეფა ქალმა. 20 წელი იმეფა ქალმა, აქედან 2 შვილი გაგიჩინა ამ 20 წლის განმავლობაში, 10 წლის მანძილზე, როცა დაქორწინა, 2 შვილი გაგიჩინდა, 50,000 ხიდი და 50,000 კოშკი აგიშენა და შენ კიდე თამარ მეფის კარგ მეფობაში ეჭვი გეპარება, დებილო, ერთი ხიდი ვერ აგიშენებია, საწყალო და საცოდაო არსება. რა ხიდი ერთი ქვა ვერ დაგიდვია ქვაზე. და თამარ მეფის გულწრფელ მეფობაში ეჭვი შეეპარა ნაბოზვარ ხალხს რა. და ვიღაცა მეკითხება დღეს, თამარ სისამაიას შეურაცხყოფა რატომ მიაღენე? ეხლა ეგ სისამაიაზე სისინა ხალხი გამაკლია კიდე ის არ მეყო ნარიმანის ბოზები რა. ილიას ცხრათავიანი დევები ხომ მოვიშორემ ძლივს. ეხლა ეს ასისინდნენ ეს სისამაიას სისინა ხალხი. მერე გაგაძეების ვიღაც გაგაძეები ასისინდნენ და ნუ მოკლედ ეს რა ხდება ვერ ხვდები რა. ერთი ქალი დგავარ არც ხმალი მაგ არც ფარი პირდაპირ სიტყვის ძალით ვერ ბრძვია ამ ხალხს. და ყველას თავის ადგილზე მაჯერ. დაედიეთ და ახერეთ თქვენი უკანალები ერთ ადგილზე. რაც შეეხება ნარიმანის საკითხს, როდის ამოიღებს ნარიმანი მეფე ხმას. ნარიმან მეფემ გარკვევით თქვა, რომ ამოვიღებ ხმას, როდესაც დაიწყება საპატრიარქოს გასუფთავება. საპატრიარქოს გასუფთავება მეგობრებო თავისით არ დაიწყება, საპატრიარქოს გასუფთავებას იწყებს თამარ მეფე. თამარ მეფის გამოჩენას ამიტომ ელის ნარიმან მეფეც და ილიაც. ილიაც დაიღალა იმ თავის გველის წიწილებში და საბოლოო ჯამში თავი დადო აგერ სარეცელზე. ხო და რაღა გინდათ ახლა მეტი ორივე თამარ მეფეს ელოდებოდა და თამარ მეფე აგერ გამოვრჩდი. ხო, ნუ მეფე იქ ტიტული იქ არის ქვესკნელს დაბლა მიწის ქვეშ, მაგრამ თამარი აგერ ვარ აი აქ. ტიტული მეფე იქ არის ჯერ მელოდება და აქ ეხლა ჯერ თამარი ვარ და მე რა იქნება ერთი ვრავოთ. და საქართველოს ოქროს ხანაც ქონდა, ხო, ეჭვი შეეპარა ნაბოზვარ საზოგადოებას, რომ თამარ მეფის დროს ოქროს ხანა იყო, ეს ხომ არ მიაწერეს ნეტა თამარ მეფეს. ისე იმას დააწერილებდა თამარ მეფე, როგორც მოენდომებოდა, აბა ისი ბრძანებლები ყავდა იქ, რა ქვია მაგას, ქვეშევრდომები და დააწერილებდა ჟამთა აღწერილებს, რომ ოქროს ხანა იყო, ხო, აი მომავალში რო თქვეს. მომავალში რო დაერქვა ოქროს ხანა, თამარ მეფემ იქ დააწერინა მაშინ. სიგილები დააწერინა და ისე ჩხიბაობები გააკეთა და ესე მოუორია, სუპი გააკეთა და მომავალში თამარ მეფის ხანას ოქროს ხანა უწოდეს.
მაშინ სინამდვილეში თამარ მეფემ კი არა აშენა ეგ ხიდები. ეგ ხიდები თავისით აშენდა. მოიფიქრეს თამარ მეფის იმან რა ქვია საზოგადოებამ, რომ მოდიო თამარ მეფეს მაინც არც ძალიაო და დრო არ აქვს მაგის თავისა და ქალიაო. მოდი ჩვენ გავაკეთოთო, ეხლა ავდგეთო, წავიდეთო, დავდგეთ იქ ვესტუმროთ იმ სოფელსო, გავაკეთოთ ხიდიო, იმ სოფელსაც ვესტუმროთ, გავაკეთოთ ხიდიო, იმ სოფელსაც ვესტუმროთ, ავაშენოთ კოშკიო, იმ სოფელსაც ვესტუმროთ, გავაშენოთ ეკლესიაო, იქაც მივიდეთო, იქაც მივიდეთო, იქ თამარ მეფე იჯდეს სახშიო და მოუღაროს თავის შვილებსო. სინამდვილეში თამარ მეფემ კი არა, ეგ კაცო მაგისმა ხალხმა აშენა კაცო. ეს მოდავენ ამ თამარ მეფეზე რა. ლაშა ყავას გამინაწილეებ მეცა, მაგრამ მწვანე ხალხები არ გჭირდება. ჩვენ გჭირდება ყავა, ნამდვილი ყავა. იცი როგორ მიყვარს ჩემი მეუღლე რომ მოადუღებს ხოლმე დილით ყავას და შემდეგ რომ ერთ ხლუბს რომ დავლებ ხოლმე იმ ყავიდან რომ როგორ მიყვარს. მეც კი არ ვსვავ ყავას, მარტო ერთი ყლუპი მჭირდება ხოლმე, მეტი არა. მე თუ მოვადუღე, მე თვითონ თუ მოვადუღე, ხო? აი მაშინ მთლიან ფინჯანს ვსვავ ხოლმე. ჰალო. მეგობრებო, კიდევ ახალი ამბები მაქვს. მაგრამ ამ ახალ ამბებს მე გაგანდობთ მე. აი როცა მოვა პასუხი მე გაგანდობთ. თორე მანამდე შეიძლება ჩაიშალოს, ყველაფერი დაიშალოს, მიიშალოს, მოიშალოს და არაფერი აღარ გამოვიდეს რა. როგორი მსახიობი ვარ, დამიწერეთ კომენტარებში, ძალიან მიყვარს რომ აქებენ ხოლმე. როცა მეფე გავხდები, მე ჩემს აუცილებლად დავიბარებ ჩემს ჟამთა აღწერელებს და ვეთქვი დაწერეთ მხოლოდ კარგი ჩემზე. არ გავიგოთ სუდი დაწეროთ, თორე წაგაცლით და კაი. უი, ჩემი რვეული წეღანა რომ ფილმის გადაღება რომ მქონდა, იქ გადამივარ და ეხლავე მოვალ მეგობრებო. ხო, ეს მეგობრებო, ეს იცით რა რვეულია? ეს ისეთი რვეულია. Magic. ეხავე გაჩვენებთ. ეს არის რვეული, როდესაც მე სწავლობდი ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში, იოჰანეს გუთენბერგ უნივერსიტეტ მაინც. იქ როდესაც ვსწავლობდი მეგობრებო, იქ მე დავაგროვე უამრავი სერტიფიკატი და აი ეს სერტიფიკატების რა ქვია მაგას ნაკრები არის ეს. იცით რაზე ვსწავლობდი? მე ვსწავლობდი ქრისტიანულ არქეოლოგიასა და ბიზანტინულ ხელოვნებათმცოდნეობაზე. ერთით ბიზანტინურ ხელოვნებათმცოდნეობას შეეხება როგორიც არის სამკაულები, როგორიც არის ჩემი გვირგვინი ჯერ არ შეკეთებულა, როგორიც არის გვირგვინები, როგორიც არის ფერწერა, როგორიც არის ხატების ნიმუშები, უბრალოდ ნამუშევრები ნიმუშები, როგორიც არის სკიპტრები, როგორიც არის, აი ამ ყველაფრის მძივები, ყველაფერი რაც შეეხება ხელოვნებას, რაც შეეხება ყველაფერი რაც შეეხება ხელოვნებას. სხვათა შორის ქართულ ბიზანტიურ ხელოვნებაზე ძალიან ცოტა აქვთ ინფორმაცია, ამიტომ ძალიან უნდათ ქართველი წარმომადგენლები, რომ დისერტაციები დაიცვან ამ თემებზე, ქართულ ბიზანტიურ თემებზე და მინდა გითხრათ, რომ თამარ მეფის ეპოქა მე-12 საუკუნე ეხება ბიზანტიურ დროს
ჯერ კიდევ რაც შეეხება დავით აღმაშენებლის ეპოქა, დავით აღმაშენებლის ეპოქაც ასევე ეხება ბიზანტიურ პერიოდს, როდესაც ბიზანტია იშლება, შემდეგ ბიზანტია აღარ არსებობს და როდესაც ბიზანტია აღარ არსებობს ბიზანტიური ხელნაკეთობები. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ამ მონაკვეთში დამზადებული ხელნაკეთობები, როგორც უკვე ჩამოვთვალე, განიხილება მაგალითად რატომ არის ეს გვირგვინი ასე და ასე გაკეთებული, რატომ აქვს ამ გვირგვინს ესა და ეს ქვები, რატომ არის ასეთი ფორმის, რატომ არ არის ასეთი ფორმის, რატომ არ არის ესეთი, რატომ გააკეთეს ესე და ასე შემდეგ მეგობრებო. რაც შეეხება ახლა ქრისტიანულ არქეოლოგიას, აქ შვედის ეკლესია მონასტრების ნაგებობები, ფერწერის ფრესკებზე წარმომადგენელი ფერწერის აღწერები, მაგალითად როგორიც არის ხელის მოძრაობები ფრესკებზე, რატომ არის ასე და რატომ არ არის ასე, რატომ არის ასე, რატომ არის ასე, რატომ არის ასე და ასე შემდეგ მეგობრებო. ყველაფერი განიხილება, ეს ყველაფერი განიხილება, ეს უნდა ვისწავლოთ, ყველაფერი ნასწავლი მაქვს უკვე, კი. ხო და როდესაც ჩვენ შევისწავლით ამა თუ იმ ეკლესია ნაგებობების აგებულებებს, რამდენ ნავიანია ეკლესია, რატომ არის ამდენ ნავიანი, რომელ საუკუნეში მოხდა ეს, მაშინ ჰქონდათ ეს დიდი შესაძლებლობები თუ არ ჰქონდათ დიდი შესაძლებლობები, ესე იგი, აქედან გამომდინარე, მეგობრებო, ჩვენ შევისწავლით ყველა იმ ნანგრევს, რომელი ნანგრევიც არის ბიზანტიურ პერიოდში აგებული ეკლესია და შემდეგ წერთ ამაზე ნაშრომებს. დიახ, ეს იყო და ეს, მეტი არაფერი. ხო, რაც შეეხება ნაწერებს, წერილობით, რა შემოგრჩა ბიზანტიის დროიდან. აი ეს უკვე სხვა თემაა, მეგობრებო, ბიზანტიის დროიდან რაც შემოგრჩა, ეს ყველაფერი იმდენად გასაიდუმლოებულია, რომ ვატიკანის ბიბლიოთეკაში თუ არ შეაღწიე იქ და წვირი არ შეყავი, ხო, იმ წერილებს არავინ არ გაჩვენებს შენ. ცოტა პატარა რაღაცები გამოდის, ახლა გამოყრიან, იმიტომ რომ აბა სხვანაირად თავს ვარ დაიმხობენ თავზე ცას. აქედან გამომდინარე, რამდენიმე წერილი უკვე გამოუშვეს შიგნიდან, გარედან, შიგნიდან, გარეთ, ქვევიდან, ზევიდან, ქვევით. ხო, როდესაც მე ბიზანტიურ ხელოვნებაცოდნეობა და ქრისტიანული არქეოლოგია 4 წლის განმავლობაში ვისწავლე, მეგობრებო, შემდეგ გადავედი median design-ზე. median design-ი არის მოგეხსენებათ მოძრავი კადრი. მოძრავი კადრი არის ფილმი. ფილმი არის, მეგობრებო, კინო. კინო არის კიდევ Unterhaltung. საშუალება იმისა, რომ დავუკავშირდეთ ერთმანეთს რეჟისორი და მაყურებელი და აი ამ მეშვეობით, მეგობრებო, ჩვენ რეჟისორებმა გაგაცნოთ ჩვენი შინაგანი მდგომარეობები და შინაგანი სამყარო გარე სამყაროს. გარე სამყარომ გაიგოს რეჟისორის შინა სამყარო და შეითავისოს, ან არა შეითავისოს, ან განიხილოს, ან არა განიხილოს. არსებობენ უამრავი კრიტიკოსები, რომლებიც წერენ, რომ აი ესა და ეს რეჟისორი ცოტა ვერ არის და ასე შემდეგ, ხო? კიდევ ხომ არ გკითხები? სხვათა შორის გუშინ ერთ-ერთმა ჩემმა ძალიან საუკეთესო მეგობრებმა, აი იმან ვინც ვარდი გამათავისუფლებინა ჯვრიდან, მითხრა, თამარ, იცი რა, ამ ხალხს მაინც არ ისმის და მოდი ისე დაიწყე ლაპარაკი, რომ ცოტა ლაპარაკობდეთ და თანაზრი ვერ გამოგქონდეთ და თანაზრი ვერ გამოგქონდეთ და მერე შეიძლება უფრო გაიგონ, ვიდრე ახლა როცა ლაპარაკობ ძალიან საინტერესო თემებს. და იცით რა, სხვათა შორის მეგობრებო, ჩქუაში დამიჯდა ეს აზრი და აჰა, განმახორციელე. გაიგეთ რა ვერ ავილაპარაკე. ეხლა მაინტერესებს თქვენი აზრი, გავიგე ან არ გავიგე. თუ გაიგეთ, მაშინ დამიწერეთ რა გავიგე და ან რა არ გავიგე. და თუ ვერ გაიგეთ, მაშინ ისიც დამიწერეთ რატომ ვერ გაიგეთ და თუ ვერ გაიგეთ და რატომ ვერ გაიგეთ, მაშინ ისიც დამიწერეთ რომ მომბეზრდა შენი მოსმენა. და მე გადავალ სხვა ტალღაზე. კარგით? შიგ რაღაცა ინფორმაციებს გაგანდობთ ხოლმე, რომელიც განდობილების დონეზე მხოლოდ გაიგება და მხოლოდ არ განდობილების დონეზე ვერ გაიგება. აი ეს არის და ეს, მეტი არაფერი.
და სხვათა შორის კიდევ ერთი რჩევა მინდა მოგცეთ. როდესაც თქვენ გადახვალთ ჩემს YouTube კანალზე Liquid Dogma თამარის ლაივი, იქ შეგიძლიათ ჩემი ნებისმიერი ვიდეო, რომელიც აი აქ ლაივში ნახეთ, დააჩქაროთ და განახევრებულ დროში უყუროთ. იქ უფრო კარგია ვიდრე აქ, მეგობრებო. Facebook-ი მიბლოკავს ყველაფერს, YouTube-ი კიდე ნახევრად მიბლოკავს ყველაფერს, ასე რომ გამომდინარე იქიდან რომ YouTube-ი მხოლოდ ნახევრად მიბლოკავს რაღაცას, Facebook-ი უფრო ცუდია ვიდრე YouTube-ი. დავასველი. კითხვები არ გაქვთ. კარგით, მეგობრებო, აქ ცოტა ცივა. როგორ მიხდებოდა დღეს ჩემი ოქროს მოსასხამი. ხომ ლამაზი გოგო ვარ. ისიც დამიწერეთ, ძალიან მიყვარს რომ აქებენ. სხვათა შორის თუ ფრესკებზე დამხატავთ, მაშინ ამ ლოყებს ესე ნუ გამომიჩენთ. ცოტა ესე ჩამომითხელეთ რა, ეს ძალიან დიდი ლოყებია ხოლმე რა. მე არ მომეწონა თქვენ როგორც დახატეთ მაშინ ფრესკებზე ჩემი თავი, არ მომეწონა. ეხლა არა უშავს შეცდომებს ყველა აკეთებს და შეგიძლიათ ფრესკებზე ოდნავ ესენი ლოყები ჩამომაჭრათ. ხო, მართალი ხარ, მე რომ მოვიდე კიდე და ვეღარ ვიცნო ჩემი თავი, ჯობია დატოვოთ ისე როგორც დახატეთ, კაცო, დატოვეთ. როგორიც აღარ ისეთი დახატეთ რა. რა ჩემი ბრალია, კაცო, ღმერთმა შემქმნა ესეთი, მე ხო არ გავჩნდი ესეთი რა. მე ხო არ მოვინდომე ესეთი ლოყები მქონოდა, ღმერთმა მოინდომა. არა, სხვათა შორის ესე წინიდან ცოტა ლოყები აქვს, მაგრამ აი გვერდიდან ცოტა კარგი, აი ამ გვერდიდან დამხატეთ ხოლმე, ამ გვერდიდან ისე არ მომწონს, ცოტა სხვანაირი ვარ. აი ამ გვერდიდან დამხატეთ ხოლმე, ესე დამაყენეთ ესე ფრესკებზე. და უფრო ლამაზი გამოჩნდები. აი აქ ერთი საყურეც რომ აქ ესეც გააკეთეთ, მიახატეთ ხოლმე, აქეთ არ მაქვს საყურე, მეგობრო, შემიხორცს და არ არის საჭირო ესე ღმერთმა მითხრა და აქეთ ეს საყურე კარგია, მე მგონი ძალიან მიხდება. ხო და აი ესეთ ფორმაში დამხატეთ ხოლმე ფრესკებზე. თავი მაღლა აწეული, ხო? ნიკაპი ოდნავ აი ესე დაბლა, აი ესე, ხო? აი ცხვირი რო პირდაპირ იყოს და ნუ ეხლა ხო მართალია დიდად დედრი სიმრგვალებით არ გამოვისჩერი, მაგრამ მაინც ლამაზი ვარ. ლაშა არგანია ვერ გაიგო რა ხდება. ისი რა, ლაშა, აი კარგია რომ ვერ გაიგეთ რა ხდება. მე მაგისტრის ვარ მოსული რომ ისე ვილაპარაკო რომ ვერ გაიგოთ რა ხდება. რომ გაიგოთ რა ხდება ძალიან დაიგრუზებით და ამიტომ ისე ვილაპარაკებ რომ მაინც ვილაპარაკო და თან ვერ გაიგოთ რას ვლაპარაკობ. ხო? ჯობია, თორე მე რომ ვლაპარაკობ ისეთ რაღაცებს, რომ თქვენ იგებთ, მე იგრუზებით, რომ თქვენ ვერ იგებთ. მანამდე ვიდრე მე ვთქვი. ახლა მეგობრებო, მე დაგემშვიდობებით, გადაღებაზე ვარ წასასვლელი და შეიძლება ცოტა დამაგვიანდეს გადაღებაზე, იმიტომ რომ თქვენ გესაუბრეთ ამდენი ხანი, მაგრამ არა უშავს, მე გადავურეკავ, იმასაც თამარი ქვია, გადაურეკავ თამარს, რომ ოდნავ გადაიდოს გადაღებები, იცით როგორი გადაღება გვაქვს დღეს, მეგობრებო, გარე გადაღება, outdoor ნიშნავს იმას, რომ აი გადაღება გვაქვს დღეს რა სცენა გვაქვს, იცი, რა უნდა გადავიღოთ? თამარ მეფე რომ მიყავთ უკვე საკაცურით, რომ გული რო წაუვა თამარ მეფეს და საკაცურით რომ გადააბრძანებენ ერთი მთიდან მეორე მთაზე, აი ეგ როლი გვაქვს დღეს შესაძლებელი და ყველაფერი მე უნდა შევასრულო, თამარ მეფეც მე უნდა ვიყო ის, ვისაც მიაქვს ის და ყველა მე უნდა ვიყო და ცოტა მერთულება ეგ როლი რა და აი არ ვიცი, ფეხს ვითრებ, კაცო. ცოტა მეზარება იქ წასვლა. მარი ხუციშვილი წერს, რომ გავიგეთ, ვითომ გავიგეთ და ვითომ რომ გავიგეთ, მართლა გავიგეთ და თუ გავიგეთ, რა გავიგეთ? გავიგეთ თან ვერ გავიგეთ. ჩვენს დავებში კოშკები ავაგეთ. კარგი იყო, მარი ძალიან მომწონს ასეთი სალოცური გამოსვლები. მე მივესალმები სალოსებს. თუ სალოსები არა, თამაშით ვერ ავიღებთ გაჯეთის ციხეს. ლაშა, აი ეს მწვანე ხალხი მომაშორე, ძალიან გთხოვ და დანარჩენი ჩემზე იყოს რა, პურმალის გაგიშლი.
აი, კარგი ტექსტი იყო, მაგრამ ჩამრჩა ტვინში ისე კარგი იყო, რომ გავიგეთ, მოდი ახლა პოეტურად წავიკითხავ ცოტა ისე თეატრალურად. რომ გავიგეთ, ვითომ გავიგეთ და ვითომ რომ გავიგეთ, მართლა გავიგეთ და თუ გავიგეთ, რა გავიგეთ? მე მგონი აქ რა წერია, ხო? რაღა გავიგეთ, გავიგეთ. თან ვერ გავიგეთ, ჩვენს თავებში კოშკები ვაგეთ. ნახეთ რა კარგი ლექსია, მეგობრებო, ისა ძალიან ლამაზი ლექსია. ხო, ლექსები გამახსენდა. მე ვწერდი ერთ დროს ლექსებს. ეხლაც ვწერ ხოლმე ლექსებს. გონა არ იცით რომ მე ლექსებს ვწერ, ხომ გიზიარებთ ხოლმე ლექსებს. მოდი ვნახოთ შეგიძლიათ ლექსები. წავიკითხოთ მზერაზე. 2001 წელი. თამარ გაგაძეს გადაეცით 2001 წელს აქვს ეს წერილი დაწერილი თქო. ხო, სანამ შენი ფიქრებდი, მე უკვე დაწერილი მქონდა თქო. გესმით? მე რო არ თქვას რომ მომპარაო. თვალით უყურებს ყველაფერს. თვალით ამბობენ ისინი სათქმელს. მზერით იგებენ, მზერით ხვდებიან, მზერით იცინიან, მზერით იღლებიან. თვალს ასვენებენ ისინი ძილში, მაგრამ მზერა არ იყო მძინარი? თუ რა წერია აქ? თვალით ასვენებენ ისინი ძილში, მაგრამ მზერამ ხომ არ იცის ძილი. მზერით ფიქრობენ, მზერით ტიროდნენ, მზერით გვებრძოდნენ, მზერით კვდებოდნენ. უსინათლონი მზერით ეტρფოდნენ. უსინათლონი მზერას ეტρფოდნენ, ისინი ნამდვილ მზერას შენატროდნენ. აი, ეს არის რამდენი წლის ვიყავი აქ, მოდი გავიხსენოთ. 24 წლის წინ რამდენი წლის ვიქნებოდი? 2021 წელია. 16-ის. ვიჭინე გოგო ვიყავი. ხო, 30 სექტემბერს არის ეს დაწერილი, მეგობრებო. მოდი თამაშზე ეს ღალატი. გაქვავდა გული მზერა გაიყინა, ცრემლი გაშრა, სიტყვა კი დაილია. აი სად გაჩერდა დროჟამის წამი, სად დაიღვარა ვერცხლის წყალი, რაღა საჭიროა ოქრო ან სპილენძი, ქაღალდის ფული დამქცევი ქვეყნის, სული გაშეშდა, გონება დაიბნია, აზრი გაქრა და აიჩა ენა ჩაიკმინდა. აქ დაასრულა ხალხმა თამაში, აქ გაწყდა კინოც სერია ღალატის, აქ დაავიწყდა ყველას ლაპარაკი, დაბნელდა სინათლე, მორჩა აღარ არის. სიტყვის ძალას 2001 წელს, მეგობრებო, 2001 წელსაც მგრძნობდი. რაღაც თქვენ ჩემი ლექსები არ მოგეწონათ. რა გაგიკვირდათ, მეგობრებო, 16 წლის ვიყავი ამ ლექსებს ვწერდი რა. აბა თქვენ დაწერეთ 16 წელს ესეთი ლექსები და მე გამომიგზავნეთ. ხო და მე შეგაქებთ. ეხლა წავედი მე, ცოტა უნდა დავისვენო და მე გადაღებაზე წავიდე. კარგად, მეგობრებო, 22-ში გნახავთ ნარიმან მეფესთან. მანამდე კი აქ გნახავთ თამარის ლაივში. დამიწერეთ კომენტარებში, როგორ მოგწონთ ჩემი ახალი სტილი სალოსობის. თუ არ მოგწონთ, მაშინ ცოტა ოდნავ რაღაცას შევცვლი.